ქუთაისის გუბერნატორის მაგინის კანცელარიაში შევიდა დანოსი. ახლა დანოსის შინაარსი შემდეგია, რომ გურიანთის უჩასტოკის სოფელ მიქელ გაბრიელში 1902 წლის 16 ივლისს შეიკრიბა საზოგადოება, რომელმაც დააფუძნეს პირველი არალეგალური ორგანიზაცია და შეიმუშავეს ამ არალეგალური ორგანიზაციის პროგრამა. პროგრამის მიხედვით შეკრებილებს სურდათ მიწის გადასახადის დაწევა. ანუ თუ მანამდე იყო მიწის გადასახადი მოსავლიდან 1/13 ან 1/4, ეს გადასახადი უნდა ჩამოსულიყო 1/8 ან 1/10-მდე. ამასთანავე გადაწყვიტეს, რომ არ გადაეხადათ ეკლესიის ფული, ეგრეთ წოდებული დრამის ფული. აი ამ ხალხმა ასევე ამ პროგრამაში შეიტანა ის, რომ დაჯდენ ყველა იმ გლეხს, რომელიც არა ამ პირობით, ანუ ძველი პირობებით, ვინც შეასრულებდა სამუშაოებს და ვინც დაამუშავებდა მიწას, იმიტომ რომ ეს გარკვეული ბოიკოტი იყო და ამ ბოიკოტის დამღვევების მიმართ რაღაც პასუხისმგებლობებსაც ითვალისწინებდა. თუმცა ამ დანოსში წერია, რომ მოკლავდნენ ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა. თუმცა არ ამგონია მე ამ ტიპის გადაწყვეტილება მიღებული ყოფილიყო გურიის მოძრაობის ხასიათიდან გამომდინარე. ამასთანავე ამ დანოსში წერია, რომ ამ ხალხმა გაუგზავნა წერილები სასულიერო პირებს და მიწის მესაკუთრე თავადაზნაურობას. წერილებში ეწერა, რომ თუ ნებაყოფლობით თავად თვითონ არ გააკეთებდნენ განცხადებას, მაგალითად თავადაზნაურობა თვითონ არ გააკეთებდა და მიწის მესაკუთრეები არ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ გადასახადს თვითონ იყვნენ თანახმარო დაეწიათ, ასევე თუ სასულიერო პირები თავად არ გააკეთებდნენ განცხადებას, რომ მოიხსნილი იყო დრამის ფული და ეთანხმებოდნენ ამ პროტესტს მთლიანობაში, მათ ემუქრებოდათ სიკვდილით დასჯა. ну რა თქმა უნდა, ახლა ეს დანოსი ცოტა სავარაუდოდ ამ ხრივ ცოტა მუქფერებში გადმოსცემს არსებულ სიტუაციას, იმიტომ რომ გურიის მოძრაობის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი სასჯელი, ასე ვთქვათ, იყო ბოიკოტი ყოველთვის და ამაზე შორს ხალხი არასდროს არ წასულა აი ასეთ საზოგადოებების შეკრების დროს. ამასთანავე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოება ელოდა რეპრესიებს ხელისუფლების მხრიდან და შეიკრიბა ფული. ანუ გაკეთდა საერთო ხაზინა, რომ მესფის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შემთხვევაში დაკავებულების ოჯახებს დახმარებოდნენ. და აირჩიეს ხაზინადარი, ანუ ეგრეთ წოდებული პირი, რომელსაც ჩააბარეს ეს ფული და ასევე ჩააბარეს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება და ყველა აი იმ სოფლიდან ყველა, ანუ მიქელ გაბრიელის საზოგადოებაში რამდენიმე სოფელი შედიოდა, ეს იყო საღვთო, ეს იყო ხრიალეთი, თვითონ მიქელ გაბრიელი, ორმეთი და ასე შემდეგ, რამდენიმე სოფელზეა საუბარი. ყველა სოფლის თავი აირჩიენ და რაღაც გარკვეული კომიტეტით შექმნენ. ну არსებული დანოსი ისეთი ხასიათისაა და ალბათ სიტუაციაც საკმაოდ დაძაბული იყო იმ პერიოდისთვის, ამ საკითხით დაინტერესდა ქუთაისის გუბერნატორი და პირადად ჩამოვიდა შრომაში. ანუ დღევანდელ შრომაში, მაშინდელ მიქელ გაბრიელში ხალხთან შესახვედრად, ასე რომ ვთქვათ, მათი მოთხოვნების გასაცნობად. ადგილი აქვს უკვე გურიის პირველ მანიფესტს. ჩვენ ვიცით ბახვის მანიფესტი, იყო სხვათა შორის ძალიან დიდი შეკრება ხიდის თავში და იქაც იყო მანიფესტი, ანუ გურულებს ერთი მანიფესტი არ აქვს, ანუ მოთხოვნები რა თქმა უნდა გავდა ერთმანეთს 1905 წელს დაყენებულ მანიფესტში, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია პირველ მანიფესტზე, რომლის მოთხოვნებიც ცოტათი განსხვავდება და გარკვეულწილად სახასიათო მოთხოვნები არის პერიოდ დროის შუალედიდან გამომდინარე. შეკრებილებში აირჩიენ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მაგის წარუდგენდა მთელი მიქელ გაბრიელის საზოგადოების მოთხოვნებს და ეს მოთხოვნებიც შეიმუშავეს და ეს 7 მოთხოვნა დააყენეს. პირველი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მეორე მოთხოვნა იყო გადასახადების დაწევა 1/8-მდე და 1/10-მდე, ასევე მოთხოვნა იყო დრამის ფულის გაუქმება, ანუ საეკლესიო
გადასახადის გაუქმება, შემდეგ იყო მოთხოვნა საგზაო სამუშაოებზე ყველა გამოსულიყო და არა რომელიღაცა კონკრეტული პირები და ასევე იყო რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ არაღზე აქციზის მოხსნის მოთხოვნა. ახლა არაღზე აქციზის მოთხოვნა იმ პერიოდის გურიისთვის არ უნდა ყოფილიყო თლად გაუგებარი, იმიტომ რომ გურიაში ამ დროისთვის 300-ზე მეტი ოფიციალური არყის სახელი მუშაობს. არყის საამქროები მუშაობს, ძალიან დიდი რაოდენობით არაყი იწარმოება. ამასთანავე ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც ჩანს, მაშინდელი აქციზის სამსახური და გურულებსა და აქციზის სამსახურს შორის არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება. სხვათა შორის არაერთი წყარო არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ გურული ფირალების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ უთანხმოების გამო გავიდა ფირალად. ანუ აქციზის და პატენტის გადასახადის გადაუხდელობის გამო გავარდა ასე თქვათ ფირალად. მაშინ გურიაში ხდებოდა სიმინდის არაყი, ხდებოდა ყურძნისგან არაყი, მხარე არ იყო მოგეხსენებათ ახლა ინდუსტრიული საწარმოები მხარეში არ იყო და ეს არაყი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ ბათუმში, ფოთში, ქუთაისში და ასე შემდეგ და შესაბამისად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაყის საკითხის დაყენებას. როდესაც ეს საკითხები განიხილა სმაგინმა, ანუ წაყენებული ეს 7 მოთხოვნა განიხილა სმაგინმა, რა თქმა უნდა არ დათანხმდა და თქვა, რომ ამას ვერავინ ვერ შეასრულებდა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კერძო მესაკუთრეების მიწის გადასახადთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა სახელმწიფოს, ასევე ვარი უთხრა, რა თქმა უნდა, აქციზის გადასახადზე, ხალხი გააფრთხილა, რომ თუ გააგრძელებდნენ იგივე საქმიანობას, რასაც მანამდე აგრძელებდნენ, ანუ პროტესტი რაღაც ფორმით თუ გაგრძელდებოდა, სასტიკად დაიჯებოდნენ და ამის შემდეგ გუბერნატორი სმაგინი წამოვიდა ოზურგეთში. აი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ადგილზის ზუსტად ეს შემთხვევა, როდესაც გურიაში პირველად მოხდა გურულების მიერ მანიფესტის მოთხოვნების ჩამოყალიბება და წარდგენა მეფის ხელისუფლების წინაშე. ოზურგეთში ჩამოსული სმაგინი სტუმრად მიდის ნინო გურიელთან, იქ იმართება ვახშამი, ნინო გურიელის სახლში, ესწრება ოზურგეთის საზოგადოება, მათ შორის ნიკო თავდგირიძე, ესწრება ქალაქის მაშინდელი თავის მოადგილე პლატონ ბერიძე და ასე შემდეგ, რამდენიმე ისეთ პიროვნება ოზურგეთის წარჩინებული საზოგადოება დახვდა სმაგინს იქ. სმაგინს ძალიან აინტერესებდა, რას ფიქრობდა ზოგადად აი ოზურგეთში ხალხი რას ფიქრობდა. როდესაც ცოტა შეზარხოშდნენ, ასე ვთქვათ, პლატონ ბერიძეს პირდაპირ მიუხლია გუბერნატორისთვის, რომ არ შეიძლებოდა ქართული კულტურის და ქართული ენის დევნა. როგორც ამბობენ, გუბერნატორმა როცა გადახედა იქ სუფრაზე ყოფთ ყველას, მიხვდა, რომ პლატონ ბერიძეს აბსოლუტურად ყველა ეთანხმებოდა ამ საკითხში და სხვათა შორის არც პროტესტის გამომთქმელი ადამიანებისადმი მაინდა-მაინც დიდი აგრესია არ გააჩნდათ. მთლიანობაში ნახა, რომ გურიის საზოგადოება რაღაც ფორმით აი ამ გარკვეულ საკითხებზე ახდენდა კონსოლიდაციას და კაზაკები მიუსია მიქელ გაბრიელის თემს. სხვათა შორის ამ საკითხში ვინც კარგად ერკვევა, ანუ გურიის მოძრაობაში, ყველა მიცის, რომ ამის შემდეგ მიქელ გაბრიელის თემი უკვე ისე აქტიური ვეღარაა გურიის მოძრაობაში, როგორც მაგალითად შემოქმედის, როგორც ბახვის, როგორც ხიდისთავის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ასე შემდეგ. ეს მოხდა იმიტომ, რომ ამ სმაგინის ბრძანებით პრაქტიკულად ყველა აი ამ მანიფესტის მოთავეები დააპატიმრეს. აი ამ ფოტოზე, რომელიც გადაღებული 1903 წელს ქუთაისის საგუბერნიო ციხეში არის 31 ადამიანი. აქედან 18 არის მიქელ გაბრიელის მცხოვრები. მიქელ გაბრიელის მცხოვრები ადამიანია. მე შემიძლია წაგიკითხოთ მათი გვარები, სხვათა შორის საინტერესო იქნება ეს მათი შთამომავლებისათვის საინტერესო უნდა იყოს მათი წინაპრების შესახებ რაღაც გარკვეული ინფორმაცია. ანანია დოლიძე ხვარბეთიდან, პავლე მაქსიმეზე ხომერიკი, სამსონ ოტიაზზე ხომერიკი მიქელ გაბრიელიდან,
ბებურ დავითიძე ხომერიკი მიხელ გაბრიელიდან, მიხელ ელიზბარიძე მოქია სოფელ ხრიალეთიდან, ირაკლი გიგოზზე მიმინოშვილი ხრიალეთიდან, ალექსანდრე თარხანიძე ხომერიკი სანხთოდან, იოსებ ხოსიაზდე ზოიძე სანხთოდან, არჩილ გურგენიძე ეს ჩოჩხატის თემიდანაა, მაგრამ სავარაუდოდ ახლოსა, ასე რა ქვია, შრომასთან. მიხეილ ჟვანი ახბარბეთიდან, სამსონ ბენიამინიძე ცენტერაძე, ვარდენ მაქსიმეზე ჩხაიძე, ნოე გოგიძე ზოიძე სანხთოდან, გიორგი ალექსანდრეძე ქადეიშვილი მიხელ გაბრიელიდან, სტეფანე ონისიმეზე გურგენიძე. ანუ თლიანობაში პრაქტიკულად ძალიან ბევრი დააკავეს მიხელ გაბრიელის საზოგადოებიდან და რამაც რა თქმა უნდა დაკავებული მამაკაცების პირობებში გამორიცხა მათი აქტივობა, თუმცა ეს საკითხი ცოტა სხვანაირად დადგა რამდენიმე წლის შემდეგ. გაზეთი რეჩი თავის 1907 წლის ნომერში წერს, რომ შედგა სოფელ მიხელ გაბრიელში ქალების დიდი მიტინგი. ესა გაზეთი ამას აღწერს როგორც დიასახლისების პროტესტს. დიასახლისების მოთხოვნა იყო დაპატიმრებული მამაკაცების გათავისუფლება, როგორც ჩანს საკმაოდ რადიკალურ ფორმებში ითხოვდნენ ამას ეს დიასახლისები. ამ დიასახლისებს რუსებმა კაზაკები მიუსიეს და გაზეთის ინფორმაციით დაპატიმრებული იქნა 360 ქალი. ახლა ცოტა ძნელი დასაჯერებელია, შეიძლება ერთი შეხედვით 360 ადამიანის ერთ დღეს დაკავება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ციფრი არარეალური არ იქნებოდა. ამ დაკავებული ადამიანების ნაწილი ჩასვენ ოზურგეთის ციხეში, მაგრამ ციხე არ იყო და მეორე ნაწილი გადაიყვანენ ყაზარმებში, რომელიც ოზურგეთის ცენტრში იყო და დააკავენ. აი ამ ქალების პროტესტის ამბავმა მაშინდელ მთელს იმპერიაში გააღწია და საკმაოდ ისეთი რეზონანსი ჰქონდა როგორც ჩანს ამ პუბლიკაციებიდან და როგორც გაზეთებიდან ჩანს, მალევე რაღაც ფორმით გადაწყდა ეს საკითხი, რომ ქალბატონები შემდეგ სახლში გაუშვენ, ასე ვთქვათ რა, და იქ ეგზეკუცია ჩააყენენ. ამ სოფელში მთლიანობაში ეს მიხელ გაბრიელის საზოგადოების ისტორია არის ძალიან საინტერესო, როგორც საწყის ეტაპზე, როგორც გურიის პირველი მანიფესტის, ასე ვთქვათ, შემოქმედები და როგორც პირველი საკმაოდ მნიშვნელოვანი საპროტესტო ტალღის წარმომადგენლები.